ესეც წლების წინ დაწერილი ლექსი. ქალი. იმ დღეს, როდესაც სამუქდებოდა, წაჰკიდებოდა წითელი ალი. იმ დღეს, როდესაც მზე ჩადიოდა, ტაძარში ხატებთან ტიროდა ქალი. მზე ჩადიოდა, ქალი ტიროდა, მუხლმოდრეკილი ევედრებოდა. სანთლები დნებოდა ხატთან, წვეთები კანდელს ეფერებოდა. ქალი მარტოა დანთილ სანთლებთან, მხოლოდ ხატები ხედავს მის ცრემლებს, ტირის ქალი და ტირის სანთლებიდან ხატებს ახებს, მთრთოლვარე ხელებს. მზე ჩადიოდა, ესვენებოდა ცას, მეწამული წაჰკიდებოდა. ტაძარში დამდნარა ყველა სანთელი და ცეცხლი კანდელს გაჰკიდებოდა. ქალი არ იყო უკვე ტაძარში, აღარსად ჩანდა სადღაც გამქრალა. კანდელს კლავენთო იმ ცეცხლის ალი დაღამებამდე ის არ ჩამქრალა, დაიწვა სანთლები. კანდელიც დაიწვა, ხატის წინ ჩაქრა იმ ცეცხლის ალი და იმ ტაძარში კანდელის დაწვა ხომ არ ყოფილა იმ ქალის ბრალი. ქალი ტაძარში რატომ ტიროდა? ანდა რად დადნა ყველა სანთელი, სად გაქრა ქალი ღამის წყდიაჩი? რატომ დაიწვა ხატთან კანდელი?